ამ ვიდეოში მოგიყვებით როგორ ადგენენ ექიმები რომელ სტადიაშია კონკრეტული სიმსივნური პროცესი. ეს მთლიანი პროცესი რა თქმა უნდა იწყება იმით, რომ პირველ რიგში უნდა დადასტურდეს დიაგნოზი სიმსივნური პროცესის. ეს შესაძლებელი ხდება ბიოპსიით და ამ ბიოპტატის შემდეგ პათოლოგიურად გამოკვლევით, რაც წინა ვიდეოში უკვე დეტალურად მოგიყევით. შემდეგ კი იწყება უშუალოდ იმის გამოკვლევა, რამდენად გავრცელებულია ეს ავთვისებიანი პროცესი ორგანიზმში, რასაც სტეიჯინგი ქვია. პირველ რიგში უნდა გამოვიკვლიოთ სიმსივნე ლოკალურად რამდენად გავრცელებულია, იჭრება თუ არა მეზობელი ორგანოების საზღვრებში. ამ ყველაფრის დასადგენად კი საჭიროა ისეთი სადიაგნოსტიკო მეთოდების კომბინაცია, როგორიც არის კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნეტორეზონანსული ტომოგრაფია, ენდოსკოპია, ან საბოლოოდ ოპერაცია და ამ საოპერაციო პრეპარატის ისევ პათოლოგიური გამოკვლევა. ამის შემდეგ აუცილებელია გამოვიკვლიოთ, რამდენად გავრცელდა ეს სიმსივნე იმ რეგიონში არსებული ლიმფური კვანძების გავლით. ამისთვის როგორც წესი ოპერაციის დროს ქირურგი იღებს კონკრეტული რეგიონის ლიმფურ კვანძებს, რომელთა ასევე პათოლოგიური გამოკვლევა ხდება უჯრედულ დონეზე, რათა დადგინდეს არიან ისინი თავისუფალი თუ არა სიმსივნური უჯრედებისგან. ეს ყველაფერი კი კონკრეტული სიმსივნის ტიპის შემთხვევაში ინდივიდუალურია. ძუძუს კიბოს შემთხვევაში მაგალითად ამ რეგიონისა და იღლიის ლიმფური კვანძების გამოკვლევა ხდება. შემდეგი ეტაპი კი არის მაგალითად შორს გავრცელებული მეტასტაზების დადგენა. ესეც კონკრეტული სიმსივნის ტიპის შემთხვევაში ტიპიურია, მაგალითად ფილტვის სიმსივნეების შემთხვევაში ძირითადად თავის ტვინი, ღვიძლი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერიც ხდება კომპიუტერული ტომოგრაფიით, MRI-ის დახმარებით, ან აი ამ გამოკვლევით, რომელსაც პოზიტრონ ემისიური ტომოგრაფია ქვია. ამ დროს ხდება რადიოაქტიული ნაერთის შეყვანა ორგანიზმში, რომელიც გლუკოზასთან არის დაკავშირებული და ეს ნაერთი აითვისება ისეთ ქსოვილებში, რომლებიც აქტიურები არიან, მათ შორის სიმსივნურ ქსოვილში. ამ ინფორმაციის საფუძველზე კი ექიმებს შეუძლიათ თქვა, რამდენად გავრცელებულია ეს ონკოლოგიური პროცესი და რა მკურნალობა მიესადაგება ამ ეტაპზე ყველაზე კარგად ამ პროცესს. ვიმედოვნებ, რომ არ იყო ძალიან რთული გასაგები, დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ ეს არხი მეტი ასეთი ვიდეოსთვის.